იდეის გამო უნდა გავათავისუფლოთ დაუშვათ ჩვენ კონსტანტინოპოლი, ეს არ კმარა, იმიტომ რომ პრაქტიკა არის მე საჭირო. მე ეს ხარჯი უნდა, ეს უზარმაზარი ძალისხმევა უნდა ანაზღაურდეს პოლიტიკურ, პრაქტიკულ, ეკონომიკურ მომგებიან ხარჯში და არა მხოლოდ იმაში, რომ აი რაღაცა ეგოს და ამბიციის და თვით ასე თქვათ განმტკიცების ჟესტი დავადასტურეთ. ეს ასე არ გაკეთდება უზარმაზარი პროექტი. რა საკვირველია თან უზარმაზარი პროექტი ჭირდება დიდი შემოსავალი. თან ხომ და ითვალისწინებდა ვის წინააღმდეგ მიდიხარ. ხო, ანუ რა უნდა მოეგოთ კონსტანტინოპოლის გამოთავისუფლება. ნაბიჯით უსწრებდათ, მე ვიტყოდი ორი ნაბიჯით უსწრებდათ ოსმალეთის იმპერია ამად გეგმებში. აბსოლუტურად ყველა. როგორც არ უნდა ყოფილი. აი, ჯვაროსნული ომები იმიტომ იყო და იმიტომ შედგა, რომ მარტო იდეა კი არ იყო, იდეის მიღმა იყო კონკრეტული, ასე თქვათ, გეგმა ტერიტორიების მიღების, გამდიდრების, ხარჯების ანაზღაურების. აქ ხარჯები რას უნდა ენაზღაურებინა.